დეიდა, ხელთათმანი დაგივარდა. მადლობა. დეიდა? კი, დაი, ნაოჭი გამიჩნდა. სულ ესაა, ახალგაზრდობა დასრულდა. კიტი, კარგად ხარ? კი. კარგი. გონი არ ხარ კარგად. გულახდილად მითხარით, როგორ გამოიყურები? კარგად გამოიყურები და ტანსაცმელიც ყველაფერი ლამაზია. ჩემს სახეზე ვლაპარაკობ, დაბერებულად გამოვიყურები? რა სისულელეა ეს? არავის აინტერესებს თუ როგორ გამოიყურები. არავის? ლეო, გაჩუმდი. კიტის მხარდაჭერა სჭირდება. მხარდაჭერა? კიტი, ნუ ღელავ, შენ სასაკს შეესაბამები. რამდენი წლის ხარ? 40? სრულიად გაგიჟდი? იმას ვფიქრობ, რასაც ამბობ? კარგი, ხუმრობდით ხარი დაუჭირე, შენ თვითონ თქვი. შენ საერთოდ არ იცი გოგოებთან ლაპარაკი. საერთოდ არ მესმის. ახლა ყველა გოგო ლამაზად გამოიყურება, მაკიაჟი აქვს და ასე შემდეგ. შემდეგ ჯერზე უბრალოდ გაჩუმდი, კარგი? აბა, ესენი, რა ჰქვია? ლურჯი ქუთუთოები. შუბზე ნაოჭები მაქვს, კოშმარია. კიტი, რა სიგონებ? არანაირი ნაოჭები არ გაქვს. შვენიურად გამოიყურები. რას ვერ ხვდები? მე ვბერდები. რაიმე უნდა გავაკეთო. იქნებ ბოტოქსი ან სახის დაჭიმვა გავიკეთო. ახალგაზრდა და ლამაზი ხარ. ინექციები არ მჭირდება. ეს ყველაფერი სისულელეა. ეს სისულელე არ არის. მე ახალგაზრდა მინდა ვიყო და არა დეიდა. კარგი, დამშვიდდი. მოდი სპასაღამო მოვაწყოთ. სპასაღამო, ნიღბები, სკრაბები, მოდუნება. ეს ნამდვილად გამოგადგება. ამის გაკეთება შეგვიძლია. ნიღბებს იყიდი? ახლავე მაღაზიაში გავიქცევი. ახალი ნიღბები ახალხან მომიტანეს. აჰა, აი ისიც. გაახალგაზრდამების ჯადოსნური კრემი, პრისიერი ეფექტი. კარგი, -10 წელი. ეს შეუძლებელია. ეს ის არის, რაც მჭირდება. არანაირი ინექცია, არანაირი ოპერაცია. უბრალოდ წაისვი და სულ ესაა. კარგი, ახლავე დავრეკოთ. გამარჯობა, თქვენს პროდუქტს ეგირეკავთ. დიახ, ის რომელიც ახალგაზრდობას აბრუნებს, სასწრაფოდ მჭირდება. რა ღირს? შესანიშნავია, როდის მოიტანთ? დიახ, გეოდებით. ბებო, როგორ ხარ? იქნებ კრემი კი არ გჭირდება, არამედ წამლები? მალე შენზე ახალგაზრდა ვიქნები. კარგი, იოცნებე, ამ კრემით მალე მუმიას დაემსგავსები. ხოდა, ყველაფერი ვიყიდე. სანთლები, კიტრის ნიღბები, კიდევ თიხის ნიღბები და მოკლედ, ყველანაირი რამე. ახლა ნამდვილ დასვენებას მოვაწყობთ. ეს ის არის. რატომ არის ის ასე გახარებული? წარმოდგენა არ მაქვს. ამელია, აი, ნიღბები აღარაა საჭირო, ყველაფერი გაუქმებულია. კარგი, მალე ვეღარ მიცნობ. რა იყო ეს? გონი რაღაც სასაულმოქმედი კრემი იყიდა. ფიქრობს რომ ეს მას დაეხმარება? მას ეს ისედაც არ სჭირდებოდა, მაგრამ თუ ეს დაამშვიდებს, წაისვას ის რაც უნდა. კიტი, ადგომის დროა. კიტი, რამდენ ხანს შეგიძლია ძილი? მალე სადილია. ვინ ხარ და სად არის კიტი? გაჩერდი. კიტი, მაგრამ როგორ? კრემი, ჯადოსნური კრემი. როგორ მოგწონს? ეს შენ ხარ კიტი? კი, კარგი. გითხარი, ვერ მიცნობ თქო. კიტი, ოპერაცია გაიკეთე? ეს შეუძლებელია, ეს ვერ მოხდებოდა. მისი თმისფერი სხვა იყო. მოიცა, ეს ჩემი ნამდვილი თმისფერია. რა? სხვების რეაქციის ნახვას ვერ ვითმენ. როგორ არის ეს საერთოდ შესაძლებელი? ხო, ის 5 წლით უმცროსივით გამოიყურება. 5 კი არა, 10 წლით. კი, და ამბობს რომ რაღაც კრემისგან არის.
არ მჯერა. ჩემთვის არარეალურია, ან იქნებ მართლა გაიკეთა ოპერაცია? საქმე ასე მარტივად არ არის. ის ოპერაციას ერთ ღამეში ვერ გაიკეთებდა. ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია, ძალიან უცნაურია. იმედი მაქვს, კიტი ახლა ბედნიერია. იმედია. კარგი, შეიძლება მამის ინანოს. კარგი, ის დაბრუნდება და გავიგებთ. ვესკი წარმოიდგენთ, როგორი მაგარია. ჩემმა მეგობრებაც კი ვერ მისცეს. არ მგონია რომ ეს კარგი იყოს. ერთმა ბიჭმა ჩემი ნამდვილი ასაკიც კი მკითხა. წარმოგიდგენიათ? არ დამიჯერა, როდესაც ჩემი ასაკი ვუთხარი. ხო, მეც არ დავიჯერებდი. თავს ისევ გზნობ, თითქოს ხელახალ დავიბადე. კარგი, გვიხარია რომ ასეთი ბედნიერი ხარ. კი, შესანიშნავია. კარგი, მაგრამ მეტი დრო გჭირდება შეგუებისთვის. ძალიან შეიცვალე. შეეჩვევით. თავარია რომ საბოლოოდ ვიგზნო თავი ისე, როგორიც ვარ. ხო, მეჩვენება რომ პირიქით. ამელია, იცი რა? გადაწყვეტილია. კრემს შენს გამოგიწერ. ერთად ვიქნებით ახალგაზრდები და ლამაზები. არა, მადლობა. ასე მომწონს. მიყვარს საკუთარი თავი როგორიც ვარ. მას ეს არ სჭირდება, თორემ შეიძლება ბავშვად იქცეს. ო და ამაოდ, ამ კრემით ნებისმიერი თავს დედოფლად იგზნობს. მოგვიანებით ვიფიქრებ ამაზე. დავიღალე, წავალ ცოტას დავისვენებ. ჩემთვის უფრო ადვილი იქნებოდა, კიტი ისევ საკუთარი თავი რომ ყოფილიყო. მესმის, მაგრამ ჩვენ მას უნდა დაუჭიროთ ხარი. კარგი, შევეცდები რომ გავჩუმდე. კარგი, ნახოთ. რა? ეს შეუძლებელია. არა. არა! კიტი, რა გჭირს? ეს მე ვარ. ისევ საკუთარ თავს დაემსგავსე. კი, მაგრამ როგორ? მე პატარა ვიყავი. როგორ შანს, კრემის ეფექტით როებითი იყო. არა. არ მინდა ასე ვიყო. სასწრაფოდ ვჭირდება კრემი. სად არის ჩემი ტელეფონი? კიტი, დამშვიდდი. ამას ვერ გააკეთებ. საკმარისია უკვე. კიტი დაბრუნდა. გაჩუმდი, ლეო. როგორც იქნა ადამიანს დაემსგავსე. კარგი, სად არის ჩემი ტელეფონი? კიტი, მომისვინე. მე გისმენ, ისედაც ლამაზი ხარ. რატომ გინდა ახალგაზრდობა? ყველანი ვპერდებით. შენთვის ადვილია ამის თქმა. ჯერ ახალგაზრდა ხარ, თითქოს 80 წლის იყო. ადრე თუ გვიან ყველანი დეიდები და ბიძიები გავხდებით. ამელია მართალია. კარგი, იქნებ მართალი ხარ. კარგი. უბრალოდ არ მინდა დავერება. არავინ ახალგაზრდავდება, კიტი. ვაუ, ეგ რა არის? სად? რა? იქ, თავის უკანა მხარეს. რა არის იქ? ნაცრისფერი თმა გააქვს? ნაცრისფერი თმა? ამელკა, გთხოვ, შეხედე. ამელკა, რა არის იქ? კი, მართალია. მაგრამ ძნელად თუ შეამჩნევ, ლეომაც კი შეამჩნია. ტელეფონი მომეცი. ახლა ვხედავ. კოსმოსიდანაც კი გამოჩნდება. უბრალოდ დაივიწყე, მოიშორე ის და სულ ესაა. ყველაფერი რა მარტივია შენთვის ამელკა. შეწყვიტე ისტერიკა, შენი თმა არავის არ აინტერესებს. მე მაინტერესებს. ახლავე შევუკვეთავ კიდევ ერთს. სად არის ჩემი ტელეფონი? კარგი, ლეო, რატომ თქვი ეს? რა ვთქვი? ჩემი ბრალი არ არის რომ ჭაღარა თმა აქვს. ნახე რამდენი ჭაღარა თმა აქვს თავზე? შეგეძლო გაჩუმებულიყავი. მაგრამ იქ არის და არა მხოლოდ ერთი. ის ისედაც ხელავს. შენ კი ცეცხლზე ნავთი დაასხი. კარგი, ვაღიარებ რომ ვწდებოდი. სინამდვილეში მეგონა რომ ამას ვერ წარმოვიდგენდი. ახალგაზრდაა ჭაღარა თმისთვის. სინამდვილეში კი? ეს უცნაურია. მარადიული ახალგაზრდობა? კიდევ ერთი პროდუქტი მჭირდება. კი, ეგ მინდა, ჯადოსნური. რა ფასი გაიზარდა? კარგი. მაინც ავირებ. მინდა რომ ეს უფრო სწრაფად მოვიდეს. არ მინდა დავერება. გავაღებ. ეს ჩემი კრემია. კიტი, გაგიჟდი? ამდენი ფული დახარჯე კრემებში. თახის გადახდა მასში მიგივს. მოიცა. სისულელია. მაკიაჟში ამდენს არ დავხარჯავდი. რას ვერ ხვდები? თუ შემასაკამდე მოხვალ, მერე ვნახოთ. ოდა, როგორც იქნა?
ნეტა იმუშაოს. ამ ფულით ერთი თვე შემეძლო მეცხოვრა. ოდა? ასეთია ის. კიტი. როგორ მოგწონთ? ნორმალურია. ლეო, შენ საერთოდ არ იცი კომპლიმენტების თქმა. გირჩევ რომ ისწავლო. რამდენ ხანს აპირებ ამის გამოყენებას? კარგი, სანამ მუდმივ ეფექტს არ მივაღწევ. გონია რომ სამუდამოდ ასე დარჩები? რა თქმა უნდა, შეფუთვაზე ასე წერია. წამოდი ამელკა, ვითამაშოთ. ჯერ მე. კიტი, შენს გინდა? არა, მადლობა. გამომწერებთან პირდაპირი ჩართვა მაქვს. გამარჯობა ყველას. დღეს ჩემი ახალგაზრდობის საიდუმლოს გაგიმხელ. შვენიურად გრძნობს თავს, საიდუმლოებებს აზიარებს. საყვარელია. პირველ რიგში ეს სპორტია. ყოველდღე ვარჯიშობ ფიტნესზე. მართლაც ასია. დილით დავრბივარ, დაუში ვწურავ. საყვარელიაო ამბობ? კი, კიტი სპორტსმენია, ისევე როგორც შენ ბალერინა ხარ. მეორეც, ეს არის სწორი კვება, არანაირი სწრაფი კვება, დატკბილეული, მხოლოდ ახალი ბოსტნეული, ხილი, თევზი და ქათამი, სულ ახალი. გაჩუნდი. ეს სასაცილოა, მხოლოდ ფასტ ფუდს მიირთმევს ხოლმე. კი, მეგონა რომ სიმართლეს იყო და რაც პირდაპირ ეთერი ჩართო, ერთი სიტყვა სიმართლეს კი არ უთქვამს. და რა თქმა უნდა, პოზიტიური დამოკიდებულება. თქვენ უნდა გიყვარდეთ საკუთარი თავი და დათქმეთ ცხოვრებით. იმდენად უყვარს საკუთარი თავი, რომ საკუთარი ანარეკლიცკის სულს. ოდა ის იტყუება. ისე შეიძლება ზოგიერთმა გამომწერმა სპორტით დაკავება დაიწყოს. ეს ჯობია იმ კრემების წასმას, რომლებიც ჩემი თირკმლის ფასის ტოლი ღირს. არ შეგეძლოთ რომ ცოტა ხმადაბლა ყოფილიყავით? სინამდვილეში პირდაპირ ეთერში ვიყავი. პირდაპირ ეთერი გქონდა? სპორტსა და ბოსტნეულზე საუბრობდი. მერე რა? ჩემი იმიჯი უნდა შევინარჩუნო. როგორი იმიჯი? კრემის დედოფლობა? მათაც შორის ახალგაზრდობა მომემატა და ახლა სამჯერ მეტი გამომწერი მყავს. ხალხს სურს იცოდეს, როგორ გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად და შენ მათ ატყუებ. უბრალოდ ყველა ჩემს შესაძლებლობას არ ვაჩვენებ. ეს საიდუმლოა. დიახ, მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო კრემშია. კარგი, უბრალოდ ეჭვიანობ. კიტი, უკვე გაგიჟდი შენი გაახალგაზრდავებით. შენი საქმე არ არის. განაწყენებულია ის. არ მომწონს, როცა ხალხი ასე იტყუება. კი, კიტი, ნამდვილად გაგიჟდა. რახაც უნდა ვქნათ, ის რეალობა სრულიად მოწყვეტილია. გირჩევთ რამდენიმე საათით დაივიწყო ეს. ყინულის მოედანზე წავიდეთ. ყინულის მოედანზე? კი. ზუსტად და კიტი ოთახში დაჯდეს და იფიქროს. კარგი, მოემზადოთ. ნახვამდის ყველას ძილის წინ ვარჯიში მაინც მჭირდება. ბურგერს შევჭამ და დავიძინებ, ეს პოპულარობა ძალიან დაღლელია. ეს შეუძლებელია ხდებოდეს. ეს შეუძლებელია. კიტი, შეგვიძლია შემოვიდეთ? ჩვენ გვინდა საუბარი. არა, წადით. კიტი, რა გჭირს? კარგი, არაფერი, უბრალოდ მარტო დავწოვეთ. ყველაფერი რიგზეა მანდ? კი, უბრალოდ წადით. საშინელებაა. ის ნამდვილად არ არის კარგად. კი, მის ხმაში მესმის. მე კიდევ უნდა შევუკვეთო კრემი. მოიცა, ფასი გააორმაგეს. ეს სარცვა. სხვა გზა არ მაქვს, მომიწევს ამი სატანა. კარგი, ამ სახით ვერ ვივლი. კიტი, შეგვიძლია შემოვიდეთ? არა. რატომ? ნუ მაიძულებთ. მაშინ შენ გამოდი. გამოვალ. მოგვიანებით, რამე გჭირდება? კი, აიღეთ ამანათი კურიერისგან და დატოვეთ საძინებელთან ახლოს. რა ამანათი? ისევ შენი კრემია? ჩემი კრემი. სერიოზულად ამბობ? ეს უკვე მესამედ. რატომ ამდენი? უბრალოდ გააკეთეთ ისე როგორც გთხოვთ. შეხედე, ფასი ორჯერ მეტია. მოიცა, იქნებ 2 ტუბი შევუკვეთა? არა, ერთია. ჩვენს კიტის ძარცვავენ და ის ბედნიერია. უკვე ძალიან შორს წავიდა საქმე, მასთან საუბარი გჭირდება. კარგი, ახლა შენი ახალგაზრდობის ელექსირი. კართან დატოვე და წადი. კიტი, დახმარება გვინდა. კი, კიტი, შენზე ნერვიულობთ. კიტი, რა გჭირს? კარი დახურეთ, მე არ დამიძახია თქვენთვის. პროდუქტის ბრალია არა? არ ხდის უფრო ახალგაზრდულს, პირიქით. ალბათ, ასეც უნდა იყოს. დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი კარგადაა? კიტი, გონსმოდი. კარგი რა, წარით აქედან. არავის უკითხავს თქვენი რჩევა. ხო, შეწყვიტე ამ რაღაცეებით თავის განადგურება. მე თვითონ გადავწყვიტავ რა ვქნა. ჩემო ძვირფასო. კარგი, როგორც იქნა? შოკირებული ვარ. კიტი თითქოს 20 წლით დაბერდა. და ასევე ეს გამყიდველები ატყუებენ მას.
ისევ ლამაზი ვარ. მაგრამ რა ფასად? კარგი, გითხარით, ეს მოქმედებს, მუშაობს, მაგრამ რამდენ ხანს გაძლებს? ამჯერად უნდა შენარჩუნდეს შედეგი. კიტი, შენზე ვნერვიულობთ, გესმის რომ ეს ნორმალური არ არის? უკვე მომაბეზრეთ თავი, გინდა რომ დავბერდე? განაგრძეთ, ყველაფერს გავაკეთებ რომ ახალგაზრდობა შევინარჩუნო. ამელკა, ერთი მხრივ მართალია, მისი გარეგნობა მისი საქმეა. შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ მე საერთოდ არ მომწონს ეს. შეგვიძლია გავისეირნოთ? ამინდი შესანიშნავია. არ მინდა. წავიდეთ კაფეში, დავჯდეთ, ვისაუბროთ, დღეს არა, ხასიათზე არ ვარ. რა გჭირს? ანდრე ისეთი ენერგიული იყავი. კარგი, უბრალოდ დავიღალე. ჰეი, შენი გამომწერები გეკითხებიან, როდის იქნება ლაივი? დღეს არა, მოიცა, ძალა არ მაქვს. ავად ხარ? არ ვიცი. შეიძლება ვარ კიდეც. ეს შენი სულადური კრემის გამოა? კი, ყველაფერში მაშინვე ჩემს კრემს ადანაშაულებ. სხვა მიზეზი ხომა შეიძლება იყოს? ახლა ხან დაუმატე 2+2, ხო და შეიძლება გავცივდე, ან რაიმე ვირუსი დამემართოს. როგორც იქნა გაახილე თვალები, შენს კრემს რაღაც ჭირს. ეს თქვენ გჭირთ რაღაც? წადით კაფეში თუ სადაც გინდათ. მე დასვენება მინდა აქ. გასაგებია, წამო ლეო. მართლა ცუდად ვარ. ასე ცუდად არასდროს მიგზნია თავი. ეს დესერტი ძალიან გემრიელი იყო. რა ჰქვია? არ მახსოვს. დილასოზე იწყებოდა მგონი. ვინ არის ეს? როგორც ჩანს, ვიღაც გიჟიბებია შემოვიდა ჩვენ სახლში. ის საშიშია? როგორც ჩანს, მას უბრალოდ ზინავს. ჰეი, ქალბატონო, გონი არასწორ სახლში შემოხვედით. ჯობია ახლავე წახვიდე. ჰეი, მოიცა ერთი წუთით. ეს შეუძლებელია. ეს ჩვენი კიტია? ღმერთო ჩემო. ჰეი. ვინ ხარ შენ? სად ვარ მე? კიტი, ჩვენ ვართ ლეო და ამელია. რა მოხდა? ახალგაზრდებო, საერთოდ არ იცით პატივისცემა. კიტი, შენ გამოიყურები? ძალიან მოხუცი ხარ. ვერც კი გცნობ. მაჩვენეთ. ეს მე ვარ? რა საშინელებაა? მოდი ექიმს დაუძახოთ. აბსოლუტურად არა. მე ჩემი კრემი მჭირდება. არა, კიტი, ყველაფერი კრემის ბრალია. საკმარისია უკვე. სისულელებს, ნუ ამბობ, მე კიდევ უნდა შევუკვეთო ის. მე ასე ვერ დავრჩები. შეხედე შენს თავს, სულ რაღაც რამდენიმე დღეში მოხუცქალად გადაიქეცი. კარგი, მომეცი ტელეფონი. არა. ფასი. მე ამდენი ფული არ მაქვს. კიტი, მოგვისმინე, დაივიწყე ეს სულადური მანამო. ექიმის გარეშე ვერ დაგეხმარებით. სადღაც საუკეთესო ექიმის სავიზიტო ბარათი მქონდა. ის აუცილებლად დაგეხმარება. შეგიძლია დამეხვანო მოძებნაში. მინდა. მანამოს ფული აუცილებლად უნდა ვიშოვო. ვიპოვე, აი. წამო, კიტისთან წავიდეთ. მოიცა. სად არის ის? გონი წავიდა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ იგი. შორს ვერ წავიდოდა. ნახე რამდენი წლისაა? კინაღამ დინიდან გადმოვარდა. წავიდეთ. კიტი, სად ხარ? უფრო სწრაფია, ვიდრე მეგონა. იქნებ კრემის მოსატანად წავიდა. იცი სად არის ეს მაღაზია? არა. მაგრამ შეფუთვაზე შეგვიძლია ვნახოთ. კარგი, წავიდეთ. გაიქეცი. შეხედე, აქ წვრილი შრიფტით წერია. მომეცი აქ. კარგი, ყურადღება. ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება შეუქცევადი ასაკობრივი ცვლილებები დაიწყოს. შეუქცევადი? რა საშინელებაა? ალო? ამელია? კი, და ვინ ხარ შენ? მოხუცი ქალი ვიპოვე. ამბობს რომ არ იცის საცხოვრობს. კიტი, სად ხარ ახლა? ჩვენ პარკში ვართ. მალე იქ ვიქნებით. ხო, მასთან დარჩი. კიტის არაფერი ახსოვს? როგორც ჩანს, პარკიდან უნდა წამოვიყვანოთ. სად არის ჩემი ჯოხი? სადღაც მე აქ დავტოვე. კიტი, მოიცა. შენ ჯოხი არ გაქვს? კიტი მქვია? რა უცნაური სახელია.
კიტი, შემოდი. დავჯდეთ. ფრთხილად იყავი, შვილიშვილო. კიტი, გახსოვს სად მიდიოდი? რაღაც მაღაზია მგონი. ზურგი ძალიან მტკივა. კიტი, მოდი ექიმს დავურეკოთ. კარგი, ექიმები არა, ელექსირი მჭირდება. კიტი, შეხედე შენს თავს. არ ვიცი. არა. ნუ გაბედავ ჩემს შეურაცხყოფას. იცი? ჩემს დროს ახალგაზრდები გაცილებით თავაზიანები იყვნენ. ლეო, რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ. არ ვიცი. ის თავს ინადგურებს. ჩვენ შენი მეგობრები ვართ და გვინდა დაგეხმაროთ. მეგობრები? კარგი, მაშინ კრემი მომიტანეთ. ექიმს დაურეკავ და ის მეტყვის რა ვქნა. გამარჯობა. კი, გამარჯობა. კი, მართალია. ექიმმა თქვა, რომ მსგავსი შემთხვევები არ უნახავს. ის არ დაეხმარება? არა. და კიტი უფრო და უფრო ბერდება. ამელკა, როგორც ჩანს, კრემი გვჭირდება. კი, მაგრამ ჩვენ ამხელა ფული არ გვაქვს. ჩვენის ნებისმიერ ფასად უნდა მივიღოთ, თორემ კიტი დაღუპულია. არჩევანი არ არის? დაურეკავ მათ და ვეცდები გარიგება დავდოთ. გამარჯობა. ეს მარადიული ახალგაზრდობაა? ჩვენს მეგობარს კრემი სჭირდება, გადახდა არ შეგვიძლია. კარგი, გელოდებით. ისინი მოდიან. იმედი მაქვს, რომ ძალიან გვიანი არ არის. გამარჯობა, წავიდეთ. სად არის პაციენტი? ოთახში. აი? ეს უკვე შორს წასული შემთხვევაა. ჩვენ შეგვიძლია დახმარება. შესანიშნავია. ეს ტელევიზორი გამოდგება. კონსოლი. დინამიკი. მოიცა, რასაკეთებ? ქონების შეფასებას ვახდენ. კრემის საფასური ხომ უნდა გადაიხადოთ? ეს უკანონობაა. ბიზნესია, არაფერი პირადული. კარგი, შეხედე კიტის, რამდენიმე დღის წინ ის პატარა გოგონა იყო. დიახ, შენმა კრემმა აქცია ის ასეთად, ბოდიში, ჩვენი წამლები ხანდახან ასე მოქმედებს. რას ვიზამთ? თქვენს მეგობარს უბრალოდ არ გაუმართლა. და ახლა რა უნდა ვქნათ? ასე დარჩება? ჩვენ გვაქვს სპეციალური კრემი. ის თქვენს მეგობარს ძველ სახეს დაუბრუნებს. მართლა? მაგრამ ის ცოტათი ძვირი ღირს. ფიქრობ, ამ სახლის გაყიდვა მოგიწევთ. გაგიჟდი? ეს ძარცვა? ზოგი ახალგაზრდობას მისდევს, ზოგი კი მდიდრდება. ან გადაიხდით, ან თქვენი მეგობარი მალე ცუდად გახდება. სულ ესაა? მაშინ შეგვიძლია ჯერ შევამოწმოთ? არა, ჯერ ფული უნდა მომცეთ. მაგრამ სახლის გატირის დრო არ გვექნება. კიტი უკვე ავადაა. კარგი, მაშინ ეს საკითხი მოვაგვაროთ. იცი შენ საერთოდ რას ამბობ? ეს უკანონობაა. საუბარი და შენი ყველა წინადადება ჩავიწერე. ასე რომ, თუ კრებს ახლავე არ მივიღებთ, პოლიციას ვაჩვენებ მას. მაგრამ არაფერი სისულელი არ გააკეთო. კარგი, თუ ეს არ იმუშავებს, ჩანაწერს პოლიციას მივცემ. წაუსვით და მაშინ აუცილებლად იმუშავებს. აი? სულ ესაა, ახლა უნდა დაველოდოთ. მას დიდი დრო სჭირდება გაღვიძებისთვის. დაველოდოთ, მას ძალების მოკრება სჭირდება. სოცხალი ვარ, მეგონა რომ მოვკვდი. კიტი, კარგად ხარ? მომეცი ტელეფონი. კარგი, ისეთი ლამაზი ვარ, არ მჯერა. შენ ასეთი იყავი ყოველთვის. შენ დაიწყე ამის დაფასება. კარგი, ახლა მივხვდი, უნდა დააფასო ის, რაც გააქვს. აი, სწორი დასკვნა. კარგი, იმედია, ეს ვიდეო მოგეწონათ და მას აუცილებლად დაალაიქებთ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარისხილაკს, დაალაიქეთ და ნახვამდის ყველას!